მე ის მაინტერესებს კაცო რუბიოს ნათქვამ ეხა გუშინ არ გაჭირა ჯო ვილსონმა და რუბიო მაინც დაიჭირეს შაფარა ბოროტი არაადამიანური და ანტიდასავლური რეჟიმის პროპაგანდა ამერიკიდან წამოსულ კრიტიკას დასცინის თან ცდილობს წარმოაჩინოს რომ სახუმაროდ აქვს საქმე ხასიათის ეს სილაღე მოჩვენებითია მაგრამ მოჩვენებითი ნამდვილად არ არის ის რომ რეჟიმმა უკვე ყველა ხაზი გადაკვეთა საიდანაც უკან დაბრუნება იყო შესაძლებელი და მათი ყოველი მომდევნო ნაბიჯი უარესი და უარესი იქნება აგრესიული ავტორიტარიზმის დამკვიდრების გზაზე ოლიგარქის რუსული რეჟიმი ახლა საზოგადოების ყველა სეგმენტზე კონტროლის დამკვიდრებას ცდილობს. საერთოდ ესეთი ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრების პირობებში ახასიათებს მას ერთგვარი პოლიტიკური ბულემია, ხო? უფრო მეტი უნდა ჭამოს, ვერ ჩერდება, ვერ გაჩერდება ერთ ადგილზე. ასე რომ ჩვენ იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ ისინი გაჩერდებიან და რაღაცას ან საგარეო ფაქტორებს, ან საშინაო ფაქტორებს ანგარიშს გაუწევენ. ეს არის კანონზომიერი პროცესი, სამწუხაროდ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და შესაბამისად სანამ არ გაჩნდება ამ საზოგადოებაში შემაკავებელი ფაქტორები, ხო? როდესაც ვიღაცა ძალაზე აკეთებს აქცენტს და ძალით ცდილობს გადატეხოს საზოგადოება მთლიანად, ხო? არანაირ დიალოგს არ და კომპრომისს არ ცნობს, ხო? ამ დროს უნდა მოხდეს უფრო დიდი ძალის ფორმირება, იმისათვის რომ შეაკავო ეს ყველაფერი, თორე რაღაც კეთილი ნებით, ან რაღაც მორალური, ესე რომ ვთქვათ, მოსაზრებებით, ან კიდე რაღაც სხვა შიშებით ისინი რომ ნებაყოფლობით რაღაც ნაბიჯს გაადგავენ, ჩვენ ამის იმედი არ უნდა გქონდეს. შესაბამისად, დეგრადაციის პროცესს ისინი გააგრძელებენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მანამ სანამ ჩვენ არ ვიპოვით ჩვენ თავში რესურსს, რომ ეს ყველაფერი გავაჩეროთ. რესურსი, რომელიც საერთო ძალის ფორმირებისთვის არის საჭირო, იმაზე დიდი ძალის, ვიდრე ხელისუფლებას აქვს, ორი ფაქტორის ერთობლიობას მოითხოვს. საგარეო ფაქტორები, რაც არის სასანქციო პაკეტები, ხელისუფლების სტერილიზაცია, მისი მაქსიმალური იზოლაცია და უფრო მნიშვნელოვანი საშინაო ფაქტორები, სადაც ერთადერთი სწორი მიდგომა რეჟიმის შესარყევად ძალების გაერთიანებაა. რუსთან ბრძოლისას სხვა ყველა მეთოდი გაუმართლებელია. უფრო მნიშვნელოვანია ბუნებრივია საშინაო ფაქტორები, იმიტომ რომ საგარეო ფაქტორს მხოლოდ შეუძლია ხელი შეუწყოს პროცესს, მაგრამ ეხლა თვითონ ვერ იმოქმედებს, გასაგებია, ხო, ეხლა რუსეთივით დასავლეთი ინტერვენციას ვერ დაიწყებს საქართველოში. აქედან გამომდინარე, აქ გვაქვს ზუსტად პრობლემა შიგა ფაქტორებთან დაკავშირებით. ეხლა ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ გმირობის ფაქტს, ხო? პერსონალური გმირობის ფაქტს და ეს რა თქმა უნდა დასაფასებელია, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ადამიანებს მარტო ის არ ყოფნით, რომ თქვენ პატივს გცემენ და გაღიარებენ როგორც ესე რომ ვთქვათ, ესეთ გმირს, რაღაც თვითშეწირვის აქტები მოწონთ ძალიან, მაგრამ გარდა ამისა ძალასაც უნდა ასხივებდეს ოპოზიცია გარკვეულწილად იმისათვის, რომ ადამიანები გაყვნენ, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებისთვის დამახასიათებელია გარკვეული კონფორმიზმი, შიში, ეხლა როდესაც პოლიტიკოსს იჭერენ, რა თქმა უნდა, ადამიანები მას უყურებენ გარკვეული სიმპათიით, მაგრამ ამასთანავე ფიქრობენ, რომ ეხლა ეს თუ დაიჭირეს, მე რას მიზამენ, მე რო ხმა ამოვიღო, ხო? ასე რომ აქ რაღაც იმედი, ზურგიც უნდა გაჩნდეს. ეხლა აი აქ ჩვენ გვაქვს დაახლოებით ესეთი ტიპის პრობლემა, რომ გვაქვს უზარმაზარი არმია საპროტესტო, ხო? და ჩვენ ვიხილეთ უამრავი სხვა სოციალური თუ პროფესიული ჯგუფების მარშები, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი არის დაგსაქსული. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ეს მარშები რო გააერთიანო ერთ მდინარებაში, რამხელა ძალაა. ეს არის ძალა, რომელსაც ვერცერთი ხელისუფალი ვერ გაუძლებს. მაგრამ ამას ჭირდება მართვა, ხო? ანუ კონსოლიდაცია, კაპიტალიზაცია, ანუ ამის გაერთიანება და შემდგომში უკვე მართვა. კონსოლიდაცია და პროდასავლური ოპოზიციის კონკრეტული საკითხების გარშემო გაერთიანება წესით რთული ამოცანა არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ეს თემები ძალიან მკაფიო და გამოკვეთილია. ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
უკვე ცხადია რეჟიმის დასავლურობისკენ ან დემოკრატიისკენ ოდნავ შემოbrunების იმედიც კი აღარ უნდა გქონდეს. ყოველი დღე და ყოველი მათი ნაბიჯი წინაზე უარესია. ყოველი მომდევნო განცხადება წინაზე უფრო ანტიდასავლური. დასავლეთიდან წამოსულ ყოველ მომდევნო კრიტიკაზე მათი პასუხი წინაზე უფრო უხერხული. რამდენიმე დღის წინ მაგალითად საქართველოს საზღვარზე ევროკავშირის საელჩოს თანამშრომელი არ შემოუშვეს. აბა რა ეგონა ევროკავშირს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლას რომ აჩერებდა. ან რუბიოს რა ეგონა, ოცნებას რომ ანტიამერიკულად აფასებდა. შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ ამით ვიხემძღვანელებთ და ვიკითხავთ. არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამჟამად ეს საკითხი შეფასების პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ გზებს. ახლა კონკრეტული განცხადება არ მაქვს, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია. კიდევ ერთხელ ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მიმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება. ნებისმიერ ადამიანს აქვს ახლა შესაძლებლობა, რომ ჩართოს ეს განცხადება, მოусმინოს, გადათარგმნოს, მათ შორის კითხვაზე და პასუხი. კოცმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ეგრე არ უთქვამსო. რამდენნაირადაც უნდა თარგმნო, რუბიომ ის თქვა, რაც თქვა, მაგრამ კოცის პროპაგანდისტულ ქაოსში სრული სიცხადე ამერიკის საელჩომ შემოიტანა. როცა ქართულად ნათარგმნი განცხადება გამოაქვეყნა და ის დაწერა, რაზეც ივანიშვილის მოლაპარაკე მოწყობილობები ამბობდნენ, ეგრე არ უთქვამსო. რუბიო ვის რას გადაახლებინოს, ეგ არის რუბიოს საქმე და არა ჩვენი. ნამდვილად ეგრეა. ლადოს და დანარჩენებს არავინ შეეკითხება, როცა გადახდის დრო მოვა, მაგრამ ლადოს შეიძლება არც არაფერი გადაახდებინონ, იმდენი ხალხია მასზე წინ რიგში. სიტყვისა და გამოხატვის ინფორმაციის მიღების თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიქმნა საკანონმდებლო გარანტიები მედიაზე პოლიტიკური გავლენისა და მედიის მონოპოლიზაციის აღსაკვეთად, მისი დამოუკიდებლობისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების სათაბუცნებლო დეკლარაცია, თბილისი, 21 თებერვალი 2012 წელი. ეს იყო ადრე, 13 წლის წინანდელი მონაცემებით ახლა ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად უნდა ყოფილიყო. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. სხვათა შორის პუტინმაც ასე დაიწყო. Свобода средств массовой информации, права собственности, эти основополагающие элементы цивилизованного общества будут надежно защищены государством. მერე რაც მოხდა რუსეთში და მოგვიანებით ჩვენთანაც მაგის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. შეიძლება თავის დროზე რუსეთშიც ფიქრობდნენ ადამიანები, რომ მხოლოდ რეპრესიებზე ხმამაღლა საუბრით, მსხვერპლის გაღებით, პოლიტიკური პატიმრების პრეცედენტების შექმნით, დასავლეთისთვის ხმის მიწვდენით და იქედან წამოსული ზეწოლის გაძლიერებით რამეს გახდებოდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. და დღეს რუსეთი ისეთი ქვეყანაა, როგორიც არის. ბრძოლის გარეშე, ერთიანობის გარეშე არასდროს არსად არაფერი გამოსულა. მით უფრო მაშინ, როცა ყველა ლოგიკურ, ადეკვატური პოლიტიკური ზღვარი გადაკვეთილია, როცა რეჟიმს დასაკარგი აღარაფერი აქვს და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. ის ეტაპი, როდესაც ეს ხელისუფლება ზრუნავდა საკუთარ კეთილდღეობაზე და ძალაუფლებაზე, ხო, და მათი პოლიტიკა ამის მიხედვით ყალიბდებოდა, ეს ეტაპი უკვე გავლილია. დღეს სამწუხაროდ ხელისუფალი გადავიდა უკვე იმ პოზიციაში, როდესაც ის ცხოვრობს შიშებით გარდაუვალი პასუხისგებლობის თაობაზე, იმ განუკითხაობაზე, რასაც აკეთებს, ხო, იმიტომ რომ როდესაც შენ ესე ღრმად ტოპავ, ბუნებრივია რაღაც მომენტში ხვდები, რომ შენ თუ ძალაუფლებას დაკარგავ, შენ მოგიწევს პასუხისგება. ყველას აქვს წულუკეიდან დაწყებული, ყველას აქვს იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება რომ შეიცვალოს დაიჭერენ. ხო, ეს მოლოდინები გაჩნდა. ანუ ფაქტობრივად ისინი დღეს აი თითქოს სულ შეტევაში არიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი იცავენ საკუთარ და ისინი არიან უკვე თავდაცვაში, საკუთარი უსაფრთხოების ბაზე ზრუნვა, ხო? სასიცოცხლო, ესე რომ ვთქვათ, ჩვენების ამოცანები აქვს მათ, ხო? და მე ესეთ შედარებაც მოვიყვანე დღეს, რომ დღეს ხელისუფლება გავს გალიაში გამომწყობეულ დამშეულ მხეთს, ხო?
რომელსაც უკვე ტვინი გათიშული აქვს და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტები ამუშავებს. დღეს ჩვენ აღარ უნდა ვეძებოთ ხელისუფლების ქმედებებში პოლიტიკური ლოგიკა. აი ამას რატო აკეთებს, დასავლეთს არ ეშინია, იმის არ ეშინია. რა თქმა უნდა, ბევრი შიშები აქვს, ბევრი რამის ეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად ეშინია სიცოცხლის დაკარგვის და მათ აქვთ ახლა განცდა, რომ ძალაუფლებასთან ერთად ისინი დაკარგავენ სიცოცხლეს, საკუთარ უსაფრთხოებას. და ამიტომ ისინი მოქმედებენ უკვე ინსტინქტებით. აქ უკვე კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, ისინი სადამდე წამსვლელები არიან, არ არიან, რატო? იმიტომ რომ კედელთან მიყენებულად, როდესაც ადამიანი გძნობს თავს, ხო? და ის თავს იცავს, ის ყველაფერზე წამსვლელია ესეთ ვითარებაში. ასე რომ ეს საკითხი ჩვენ ნელა უნდა დავხუროთ. რო ეხა ვიღაცა შეეშინდება, ვიღაცას ანგარის გაუწევს, რაღაც მოლაპარაკებებზე წამოვა, ეს აღარ იქნება. იმიტომ რომ იქ უკვე აზრი პოლიტიკური აღარ არსებობს. პოლიტიკური სივრცე არის ჩაკეტილი, მხოლოდ ცხოველური ინსტინქტები, მეტი არაფერი. თვით გადარჩენა. ეს არის ხელისუფლების თავარი ამოცანა. გადარჩენის ფორმულა არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება. მეტ გზას ისინი ვეღარ ხედავენ. პოლიტიკური აზრი და გონი დიდი ხნის წინ დაკარგეს. დიდი ხანია მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტები ამოძრავებთ. იდეოლოგიური სიმყარით არც არასდროს გამოირჩეოდნენ. ახლა მხოლოდ ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება დარჩა. წყალსაც წაუღია ევროპა და ამერიკა. ეს ქვეყანაც. თავარია ეს წყალი პატრონს არ შეუდგეს და არ წალეკოს, მაგრამ ისე ვერ იქნება როგორც ქოცმა დაგეგმა. მისი გეგმა უკვე დიდი ხანია აირია. აირია ქართული ხალხის მონდომებით, მოუღლელობით, ბრძოლის უნარიანობით, დასავლეთის გვერდით დგომით. თავარია დემოკრატიული სამყაროდან წამოსულ ზეწოლას აქ ერთიანი ძალა, ენერგია და ქმედებები დავახვედროთ, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველაფერი უარესი ქოცისთვის ჯერ კიდევ წინ არის.